შემოქმედმა სული თვისი შთამბერა განმაცოცხლა თიხა ქმნული ძლიერ ხელით სხვა რჯულისა არ ამწამს და არ მჯერა რადგან სულით მე ვარ მართლმადიდებელი ჩემო ძვირფასებო გილოცავთ მართლმადიდებლობის ზეიმს ეს აღინიშნება დიდმარხვის პირველ კვირას ამ დროს მორწმუნეები თაყვანცემენ უფლის ხელთუქმნელ ხატს ამიტომ განსაკუთრებით ულოცავ ანჩისხატის ტაძარს და მის მრევლს მარტყოფის მონასტერს და იქ მოღვაწე ბერებს მადლი და მშვიდობა ძვირფასებო და სრულიად საქართველო ჩემო მართლმადიდებელო საქართველო დაგლოცოს და გაგაძლიეროს ღმერთმა მადლობელი ვარ თქვენი გამოხმაურების თქვენი თბილი კომენტარების კეთილი სიტყვის კეთილი სურვილების და ამა თუ იმ ფორმით გამოხატული პატივისცემით ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ საუბარს შეგახსენებთ რომ კითხულობდით მეზვერის და ფარისევლის კვირას წაკითხულ სახარების განმარტებას რომლის ავტორიც გახლავთ წმინდა ნიკოლოზ სერბი ხოლო თარგმანი კი ჩემი ანუ სახარება ჭეშმარიტ და ვითომ ლოცველის შესახებ მეზვერე კი შორიახლოს იდგა თავის აწევასაც ვერ ბედავდა არამედ მჯიხს იცემდა მკერდში და ამბობდა ღმერთო მილხინე მეწოდვილსა ამას შორიახლოს იდგა ჭეშმარიტი მლოცველი არასოდეს მიიწევს ტაძარში წინა ადგილებისკენ მუჯლუგუნებით და იცით რატო ღმერთი მას ხედავს სტოვაში ისევე როგორც საკურთხევლის სიახლოვეს ჭეშმარიტი მლოცველი ყოველთვის ჭეშმარიტი მონანულიც გახლავთ კაცის სინანული ღვთისათვის დღესასწაულია ამბობს ღირსი მამა ეფრემ ასური შორიახლოს იდგა ის თავის არარაობას გრძნობს ღვთის წინაშე და მის დიდებულებასთან მიმართებაში უდიდესი თავმდაბლობით ივსება დედათა მიერ ნაშობთაგან უდიდეს იოანე ნათლისმცემელსაც კი შეეშინდა ქრისტეს სიახლოვეს ყოფნა და ამბობდა რომ იმის ღირსადაც კი არ თვლიდა თავს და ხრილიყო და მის სანდალზე თასმები შეეხსნა ცოდვილმა დედაკაცმა საკუთარი ცრემლებით დაბანა ქრისტეს ფეხები ამრიგად ჭეშმარიტი მლოცველი ღრმა თავმდაბალია და მის სიხარულს საზღვარი არ ექნება თუ კი ღმერთი თუნდაც მხოლოდ მის ფეხთან დაუშვებს თავის აწევას და თვალების ზეცისადმი მიპყრობასაც კი ვერ ბედავდა რატომ არ შეეძლო თვალების ზეცად მიპყრობა თვალები სულის სარკეა მათში იკითხება სულის ცოდვა აბა დააკვირდით შემცოდე ადამიანს როგორც ხვენია თვალების აწევა ადამიანებთან და ღვთის წინაშე რაღა იქნება კაცთა მიმართ შეცოდებაც ხომ ღვთის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვაა და არ არის ცოდვა დედამიწაზე რომელიც ღვთის წინააღმდეგ არ იყოს მიმართული ჭეშმარიტი მლოცველი კი აცნობიერებს ამას და ამიტომ არის რომ თავმდაბლობის გარდა ის სირცხვილითაც იწვის ღვთის წინაშე ამიტომაა ნათქვამი თავის აწევას და თვალების ზეცად მიპყრობასაც ვერ ბედავდაო მჯიხს იცემდა მკერდში რისთვის მკერდში რათა აჩვენოს რომ კაცის სხეულია ადამიანური ცოდვის მიზეზი ხორციელ გულისთქმებს მიჰყავს ადამიანი უმძიმეს ცოდებთან გემოთ მოყარეობა და ნაყროვანება შობს გულისთქმას გულისთქმა მრისხანებას ხოლო მრისხანება მკვლელობას სხეულზე ზედმეტი მზრუნველობა ადამიანს ღვთისგან განაშორებს ძარცვავს სულს და ადამიანში საღვთო მოშურნეობას კლავს ამიტომ იყო რომ მეზვერე ლოცვის ჟამს იცემდა მკერდში მჯიხს სცემდა საკუთარი ცოდვის სირცხვილისა და ღვთის წინაშე თავის დამდაბლების მიზეზს
მაგრამ რაღა მაინცა და მაინც მკერდში იცემდა ხელს, რაბე თუ გულია იქ განთავსებული. გული კი წყაროა როგორც ცოდვის, ასევე სათნოებათა. თავად უფალმა ბრძანა გამომავალი წაბილწავს ადამიანს, რამე თუ შიგნიდან კაცის გულიდან გამოვლენ ბოროტის ზრახვები, სიძვა, მრუშება, მკვლელობანი და ქურდობანი, მზაკვარება და უხამსობა, შურიანი თვალი, ღვთის გმობა, ამპარტავნება და უგუნურება. ეს ყოველგვარი ბოროტება გამოდის და წაბილწავს ადამიანს. იხილეთ მარკოზის სახარების მე-7 თავის მე-20-დან 23 მუხლის ჩათვლით. აი თუ რატომ იცემდა გულში ხელს მეზვერე. ის ამბობდა ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე. არ ჩამოთვლის არც კეთილს და არც ბოროტ საქმეებს. ღმერთმა ყველაფერი იცის და ჩამოთვლას კი არა, ამ ყოველთვის, ამ ყოველივესთვის სინანულს ითხოვს. ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე, აი ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. ანუ რა გამოდის, შენ მკურნალი და მე სნეული მოვსულ ვარ შენთან, რომელსა ერთადერთ შეგიძლია ჩემი განკურნება და ამიტომ შეგივრდები და ვემხობი შენს თვალწინ. შენ მკურნალი ხარ, მხოლოდ რომელსაც გაგაჩნია ამ სნეულების წამალი მოწყალება. სიტყვით ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს ამას და შემიწყალე მე, უნანული თითქოს და ამბობს მკურნალო, მომეცი წამალის სნეულს. ცაშიც და მიწაზეც შენ ერთადერთ შეგიძლია ჩემი განკურნება ღმერთო. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტის შენს წინაშე ვყავ, ამბობს დავითი თავის ფსალმუნის 50 ნომრის მე-6 მუხლში. რაც არ უნდა მართლები იყვნენ ადამიანები, ისინი ვერაფრით დამეხმარებიან. ეს მხოლოდ შენ ერთ შეგიძლია. ვერ მიშველის ვერც ჩემი მარხულობა და კეთილი საქმეები და ვერც მიათედის შენაწირი, თუ შენი წყალობა ზეთივით არ გადმოიღვრება ჩემ ჭრილობებზე. კაცთაგან ქებადიდება ვერ განმიკურნებს წყლულებს, პირიქით დაამასნებოვნებს. მხოლოდ შენ, მხოლოდ ერთადერთმა იცი ჩემი სნეულება და ასევე მხოლოდ შენ ერთს გაქვს მისი სამკურნალო პრეპარატი. არავისთან ჩემისვლას აზრი არ აქვს მოწყალების სათხოვნელად. შე თუ განმაგდებ მთელი ქვეყნიერება, ვერ მიხსნის უფსკრულში დანთქმისაგან. შენ მხოლოდ ერთადერთს შეგიძლია ჩემი ხსნა უფალო, თუ კი მოისურვებ შემინდე ღმერთო და მიხსენ მე, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე. და რას ამბობს უფალი იესო ქრისტე ასეთ ლოცვაზე? გეტყვით თქვენ, რამე თუ ეს უფრო განმართლებული წავიდა სახლში ვიდრე ის. აი თუ რას ნიშნავს ეს სიტყვები, ამას შემდეგ გადაცემაში განვიხილავთ, ჩემო ძვირფასებო. დაგლოცო და გაგახარო დედა ღვთის მშობელმა, რომლის ცხოვრების კითხვასაც განვაგდოთ ღირსი მამა მაქსიმე აღფსარებელის მიხედვით. ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ ებრაელებს რომის მონობის უღელი უფრო მეტად დაუმძიმდათ. იმავე ჰეროდეს დროს გაიცა კეისრის ბრძანება ჰურიასტანის აღწერის შესახებ. მაშინ მთელი სიცხადით გამოაშკარავდა ებრაელთა მონური ყოფა, რადგან ამ პირველი აღწერის ჩასატარებლად მათ რომაელი მთავარი მიუჩინეს. წმინდა ლუკა მახარებელიც ამას გვამცნობს. იმ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელ ქვეყანაში. ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინიუსის გამგებლობისას. იხილეთ ლუკას სახარების მეორე თავის პირველ-მეორე მუხლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ჰურიასტანში ყველანი რომაელები იყვნენ. თავარიც, საჯულიც და მხედარიც. ჰურიასტანის მეფობაც იმას მიეცემოდა, ვისაც კეისარი აირჩევდა. იგი იქნებოდა არა თვითპყრობელი მეფე ჰურიასტანისა, არამედ ყოველმხრივ მორჩილი კეისრისა. ახლა უკვე გასაგები ხდება ჰურიასტანში ერთსა და იმავე დროს თუ როგორ მეფობდა არქელაოსი და მთავრობდა პილატე. იმ დროს კი, როდესაც ჩვენი უფალი იესო ქრისტე
ებრაელებმა გასცეს და ჯვარს აცვეს. პილატე იყო ჰურიასტანის მთავარი, ხოლო მეორე ჰეროდე, ქრისტეს შობის დროინდელი ჰეროდეს ძე, 4 სამთავროს მეფე, იმჟამად იერუსალიმს სტუმრობდა. დაგლოცოთ და გაგახაროთ დედა ღვთისმშობელმა ძვირფასებო, ეხლა კი წარმოგიდგენთ ანგელოზის საკითხავ სიტყვებს მეხუთე დღეს. სატანა ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე, სული და ღვთის უსაყვარლესი ქმნილება იყო, მაგრამ ცოდვით დაეცა. ღვთიურმა სამსჯავრომ იგი ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩააგდო. როგორი დაცემა, როგორი სახეცვლილება, თავდაპირველად ღვთის ჭრეტა, მარადიული დიდება და ნეტარება, შემდეგ კი ჯოჯოხეთი, გაბოროტება და სასოწარკვეთილება. აი როგორია მხოლოდ ერთხელ შეცოდების ნაყოფი, შენ კი უკეთურებას წყალივით სვამ. დემონი მოდის, შენს ვნებებს ეპირფერება, შენ კი მთლიანად ემორჩილები მის ნებას. თუ კი ზოგჯერ წინააღმდეგობას უწევ, მალე კვლავ მისი მონახდები, თითქოს და ბრძოლით დაიქანცე, მაშინ როცა გამარჯვება ძალიან ახლოს იყო. მტერი იმიტომაა ძლიერი, რომ შენ სულიერად სუსტი ხარ. ის საკუთარი დაუდევრობის გამო მახეში გაბამს და იმარჯვებს, რადგან არ აქვს მტკიცენება. მე კი ყოველთვის მზად ვიყავი დასაცავად და მხსნელად, თუ კი თხოვდი. შეგეწიოთ თქვენი ფარველი ანგელოზის ლოცვა. ჩვენ კი განვაგრძობთ, ჩემო ძვირფასებო, ისევ და ისევ აპოლოგიის კითხვას, რომელიც წარადგინა წმინდა მოწამე ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტიდმა იმპერატორის წინაშე. შეგახსენებთ, რას ემსახურება ეს აპოლოგია? ანუ ის განიხილავს ღმერთებს, ვითომ და ღმერთებს მეფის წინაშე და უმტკიცებს, რომ როგორ შეიძლება ისინი იყვნენ ღმერთები. ანუ რათვისებით უნდა ხასიათდებოდეს ჭეშმარიტი ღმერთი და რატომ არის იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი. ამ შემთხვევაში განიხილავს ისევ ელინების ღმერთებს, ჭყალებში რა თქმა უნდა. ამის შემდეგ კიდევ ერთი ღმერთი გამოყავთ და აპოლონს უწოდებენ. ამბობენ, რომ შურიანი და ცვალებადია, რომ ის ადამიანებს უწინასწარმეტყველებს თავის სარჩენად, ესე იგი გამოდის, რომ ისიც დამოკიდებულია და დახმარებას საჭიროებს. წარმოუდგენელია მეფეო ღმერთს რაიმე ჭირდებოდეს, ან ეძიებდეს, ან რაღაცას უკრავდეს. ამბობენ, რომ მას ყავს და არტემიდა, რომელიც არის მონადირე და ძაღლებთან ერთად ირემზე და ტახზე სანადიროდ დაეხეტება. განა შეიძლება რომ ის ღმერთი იყოს? და აფროდიტაზეც ამბობენ, რომ გარყვნილი ღვთაებაა, რამე თუ მას ჰქონდა კავშირი არიასთან, შემდეგ ანქისთან, შემდეგ ადონისთან, რომლის სიკვდილიც გამოიგლოვა თავის შეყვარებულის ძებნაში. მასზე ამბობენ, რომ ჯოჯოხეთში ჩასულა იმისათვის, რომ წაერთმია ადონისი პერსეფონესგან. და ოი მეფეო, იცი ვინმე ამ უგუნური დამნაშავე მკვნესარე და მგლოვარე ღვთაებაზე უარესი? ადონიზეც ამბობენ, რომ ის ვითომ და ღმერთია, მონადირე და მრუში. მასზე ყვებიან, რომ ის მოკლეს, რამდენადაც იქნა რა დაჭრილი გარეული მხეცის მიერ, ვერ შეეწია საკუთარ თავს თავის უბედურებაში. და მას როგორ იზრუნებს ხალხზე ის, ვინც არის მონადირე, მრუში და მხეცის მიერ განადგურებული. ვაგრძელებ კითხვას ჩემი წიგნებიდან, უპირველესად კი ურთულესიდან უმარტივესამდე, ანუ ფიქრები მართლმადიდებლობაზე. ეკლესიაში უფალს მადლობენ, ცოდვათა მიტევებას ევედრებიან და მიცვალებულთა სულებს იხსენიებენ. ამიტომ გეტყვი შენ ქრისტიანო, რომ თუ იქ წასვლა გეზარება, ან სულაც არ გსურს, გეტყვი რომ აღდგომის ურწმუნო, ამპარტავანი და უმადური ხარ. ხოლო შენ, რომელიც ლოცვას იწყებ,
ან ეკლესიაში წასასვლელად ემზადები, გაიაზრე ის ხალხი, რომელიც მხარზე გადებული ჯვარით შეურაცხყოფილ უფალს გოლგოთამდე მიაცილებდა და იცოდე, იმ მხედრებს არ დაემგვანო, რომელიც პრეტორიაში თაყვანს სცემდნენ უფალსა, თან დაცინვით ეუბნებოდნენ. გიხაროდნენ, მეუფეო ღურიათაო. ამას იმიტომ გეუბნები, რომ იცოდე, რას აპირებ, ან სად და ვისთან მიდიხარ. ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ მარხვის დაწყებას, როგორც ხორციელის, ისე სულიერის. ორივე შეგაძლებინოთ ღმერთმა, ხოლო თუ ვერა, ერთ-ერთის მაინც. შემდეგი წიგნი ეს გახლავთ წმინდათა საგალობელი. ხატს შენ საწმინდას და დიდებულსა, ხან განვარისხებ, ხან ხმით ვუგალობ. გთხოვ, ცოდვა მძიმე არიდე სულსა, ქრისტე იესო, ტკბილო უფალო. ეს სიტყვები ეკუთვნის მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს, რომლის დღესასწაულიც გვაქვს ჩვენ დღეს, ჩემო ძვირფასებო. წიგნიდან იესო. ტკბილო მარიამ, ტკბილო იესო, თქვენი თახსნილი თქვენ გადიდებსო. ის წავებდით და მარად ეძებდით, სიყვარულს უჭკნობს ღვთისანიერსო, ამას ღაღადებს სახელი ძისა ჩემისა ტკბილის ქრისტეს იესო. ეს გახლავთ სიტყვები, რომელსაც გვეუბნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. აქ გამოხატულია ძვირფასებო აკროსტიხი უფრო. ეს სიტყვები, რაც მე წავიკითხე, იწყება შემდეგი ასოებით ი, ე, ს და ო. გაგაძლიეროთ უფალმა და დაგლოცოთ დედა ღვთისმშობელმა. ჩემ გადაცემას კი დავასრულებ ლექსათქმული სახარებით წიგნიდან ამბავი კეთილი. ღრმმა ჭაბუკმა და მოხუცმა შეამჩნიეს საზემნათი, უჩვეულო ვარსკვლავისგან მომდინარე ათინათი. მისნობა და ვარსკვლავ ცოდნა იყო პურის სარჩო მათი, რადგან ამას ასწავლიდა წესი მათი და ადათი. სინათლისკენ მიისწრაფის ბნელში მყოფი კაცის სული, ამიტომაც გაახვნენ ვარსკვლავს, ღრმაც, ჭაბუკიც, ხანდაზმულიც, რომ იხილონ სად მიიყვანს ჭეშმარიტი გზა და რჯული, თაყვანისცენ და მიართვან ოქრო, გუნდრუკი და მური. და გამოჩნდა სვეტი ზეცით, დღით და ღამით, მეგზურთ მცველი, რომ შვიდობით მიიყვანოს ახილვინოს საწადელი, ბაგას ზედამწოლიარე გამომხსნელი ღმერთი ჩვენი, მოწიწებით მიეახლონ და შესწირონ წმინდა წვენი. ანგელოზნი უგალობდნენ ღვთისა მოსვლას ამასოფლად, ადიდებდნენ ზეციერსა, რომ არ გვტოვებს მწირად ობლად. კაცთა შორის სათნოებას ახელდებდნენ წინამძღოლად, მშვიდობისა, სიყვარულის და ერთურთის შესანდობლად. წყემს ნიხედვენ ანგელოზთა მგალობელთა ტკბილის ხმითა, ესმით ხმაის სანატრელი უწყოდეთო სოფლის მკვიდრთა, რომ იპოვით ქვაფსაშინა შეხვეულსა წმინდა მჩვრითა, ვინცაც სოდვა კაცთა მოდგმის სიყვარულით თავს იტვირთა. ყოვლა წმინდა იოსების თანაიმღერს წმინდა გულით, მოიწია დადგა ჟამი მონობისა აღსასრულის, იხარებდით ცოდვით კრულნი დედა, მამა, ძე და წული, სული წმინდით მიდგომილ მანგიშევთ ღმერთის სიყვარულის. ქრისტეშობით იხარებდა ერი წრფელი წმინდა დასი,
რადგან მისი მოლოდინით ეგრძნოთ მისი მოსვლის თასი. უფალმა მოგცეთ მშვიდობა, მადლი, სიკეთე, სიტკბო და სიხარული, სიბრძნისას სიტყვა, ალალი, თვალი, რწმენა, იმედი და სიყვარული. გმადლობ, გლოცავ და მიყარხარ საქართველო.